მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. დაიწყო ახალი კვირა, შესაბამისად ვიწყებთ ანალიტიკით Bitcoin-ის, Ethereum-ის და XRP-ის. ფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვის. თხოვნა მექნება წინასწარ, რომ სანამ დაიწყებთ ყურებას ამ ვიდეოსი, ეგრევე დაალაიქეთ და ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის დამატებითი мотивация იქნება. მადლობა წინასწარ. ანალიზი დავიწყოთ Bitcoin-ის დღიური time frame-დან, რომელზეც გამოყენებულია market profile-ი თვის. ყოველ ვიდეოში ვახსენებ ამას ჩემს მაყურებელს, იმიტომ რომ ზოგი ახალი მაყურებელია და არ იცის როგორ ვაკეთებ ანალიზს, შესაბამისად საჭიროა შეხსენება. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო მიმდინარე თვე იანვარი, ბოლოსკენ აშკარად უარყოფითად და ნეგატიურად გაგრძელდა და სავარაუდოდ მაგ ნოტაზეც დასრულდება, ანუ უარყოფით ნოტაზე დასრულდება. გუშინ საკმაოდ ძლიერი ვარდნა იყო, გუშინ ანუ 25 რიცხვში მოხდა საკმაოდ ძლიერი ვარდნა. მოდით დავიწყოთ აი ამ ვარდნის გაანალიზებით. როცა მოხდა აი ეს მოძრაობა, მაშინ მე ვთქვი, რომ პირველი ფასისთვის პირველი მიზანი არის გეპი 88-ზე, რომელიც დაფიქსირდა აი ამ აღმავალი მოძრაობის დროს CME-ის ბირჟაზე, ჩიკაგოს ბირჟაზე, როგორც წესი ფასი შემდეგ ჩამოდის და გადაფარვას ცდილობს ამ გეპის. კი, ფასმა კი გადაფარა ეს გეპი, მაგრამ არანაირი სიგნალი და არანაირი ფაქტორი არ არსებობს იმისა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენ ისევ განვაახლებთ აქედან აღმავალ მოძრაობას. პირიქით, საკმაოდ ნეგატიურად გამოიყურება Bitcoin-ი, ვარდნა ჩემი აზრით ისევ გაგრძელდება. ჩვენ მოვედით დავტესტეთ დეკემბრის თვის POC, საკმაოდ ძლიერად გუშინ გადავლახეთ POC, ანუ საკმაოდ ძლიერი შავი სანთელი დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მწვანე სანთელი უბრალოდ ტესტავს ამ POC-ს და შემდეგ ისევ ვარდნას გააგრძელებს. თითქმის მივედით უკვე დეკემბრის თვის ქვედა ზღვრამდე, თითქმის მივედით, ესეც ძლიერი, ეს უფრო ძლიერი მხარდაჭერაა ფასისთვის. სანახავია, რა თქმა უნდა, იმ მომენტში, როცა ფასი მივა დატესტავს, რა რეაქციას მიიღებს. იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ხდება, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ ამ ნიშნულიდან, ეს არის ნიშნული 86,000-დან ისევ განახლდეს აღმავალი მოძრაობა. პირიქით, ისევ გაარღვევს, ჩემი ვარაუდია ეს ისევ და ისევ გაარღვევს ფასი ამ ნიშნულსაც და შემდეგი მხარდაჭერა არის ნოემბრის თვის ქვედა ზღვარი ნიშნული 81,800, 82,800 დაახლოებით, რომ დავამრგვალოთ. როგორც თავიდანვე ვიძახდი, მიმოხილვები, როცა დავიწყე, ფასის მიზანი ისევ და ისევ რჩება ზედა ზღვარი, აი ამ ნოემბრის თვის მოცულობითი ზონის, თუმცა აქედან სადაც იმყოფება ფასი, ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მივაღწიოთ 101,000. უფრო შეიძლება ჩამოვიდეთ კიდევ ერთხელ დავტესტოთ ქვედა ზღვარი მოცულობითი ზონის, ან სულაც მოხსნათ ლიკვიდურობა ამ low-ს ქვეშ და შემდეგ განახლდეს აღმავალი მოძრაობა პირველი თარგეტით 101,000. ანუ უმთავრესი მიზანი ფასისთვის იმის შემდეგ, რაც
მნიშვნელოვან რეაქციას მიიღებს ქვემოდან უკვე იქნება ზედა ზღვარი მოცულობითი ზონის. გადავიდეთ 4 საათიან ტაიმფრეიმზე, კვირის მარკეტ პროფაილია გამოყენებული აქ. ბევრი არ მაქვს ამ ტაიმფრეიმზე დასამატებელი ახალი, ერთადერთი ფასი უახლოვდება აი ამ ზონას ნიშნულს 85,500 86,000 დაახლოებით, რომელიც ემთხვევა, როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, დეკემბრისთვის VAL ნიშნულს, ანუ ქვედა ზღვარს, დეკემბრისთვის მოცულობითი ზონის, რომელმაც არაერთხელ ნახეთ, ერთხელ, ორჯერ და ახლა თუ მესამედ გააჩერა ფასი და შემოაბრუნა, შესაძლებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ფასის ვარდნიდან გამომდინარე, თუ რა სიძლიერით ჩამოვიდა ფასი, ნაკლებად სავარაუდოა ასეთი სცენარი. შემდეგი არის ეთერიუმი, დღიური ტაიმფრეიმი, მარკეტ პროფაილი თვის. ეთერიუმზეც იგივენაირად, ანუ ნეგატიური სურათია. დანარჩენი მონეტები როგორც წესი იმეორებენ ძირითადად ბიტკოინის მოძრაობებს, შესაბამისად ეთერიუმზეც არც თუ ისე პოზიტიური, უფრო ნეგატიური სურათია. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურად დაიწყო მიმდინარე თვე, ხედავთ, რომ ვარდნით ასრულებს იანვარს ეთერიუმიც. ვხედავთ რას? ფასმა გაარღვია საკმაოდ ძლიერად გუშინ დეკემბრისთვის მოცულობითი ზონა. ახლა მოხდა გარკვეული, ნახეთ, აი ეს წითელი ოვალი არის ფასის გაჩერების ერთ-ერთი ნიშანი, რომ ჩერდება ფასი, კი გაჩერდა. ახლა იტესტება ქვედა ზღვარი დეკემბრისთვის მოცულობითი ზონის და ისევ როგორც ვთქვი ბიტკოინთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ვარდნა გაგრძელდეს. ეთერიუმზე დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, უახლოესი მხარდაჭერა მხოლოდ ერთია, ჯერჯერობით ეს არის ნიშნული 2700, ანუ ნოემბრისთვის მოცულობითი ზონის ქვედა ზღვარი. შემდეგი არის ეთერიუმი, დღიური ტაიმფრეიმი, მარკეტ პროფაილი თვის. ეთერიუმზეც იგივენაირად, ანუ ნეგატიური სურათია. დანარჩენი მონეტები როგორც წესი იმეორებენ ძირითადად ბიტკოინის მოძრაობებს, შესაბამისად ეთერიუმზეც არც თუ ისე პოზიტიური, უფრო ნეგატიური სურათია. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურად დაიწყო მიმდინარე თვე, ხედავთ, რომ ვარდნით ასრულებს იანვარს ეთერიუმიც. ვხედავთ რას? ფასმა გაარღვია საკმაოდ ძლიერად გუშინ დეკემბრისთვის მოცულობითი ზონა. ახლა მოხდა გარკვეული, ნახეთ, აი ეს წითელი ოვალი არის ფასის გაჩერების ერთ-ერთი ნიშანი, რომ ჩერდება ფასი, კი გაჩერდა. ახლა იტესტება ქვედა ზღვარი დეკემბრისთვის მოცულობითი ზონის და ისევ როგორც ვთქვი ბიტკოინთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ვარდნა გაგრძელდეს. ეთერიუმზე დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, უახლოესი მხარდაჭერა მხოლოდ ერთია, ჯერჯერობით ეს არის ნიშნული 2700, ანუ ნოემბრისთვის მოცულობითი ზონის ქვედა ზღვარი. როცა მივახცევთ უკვე ქვედა ზღვარს, იქ უკვე მომენტშია სანახავი, რა რეაქციას მიიღებს ფასი, რამდენად არის
შესაძლებელი რომ განახლდეს აღმავალი მოძრაობა. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩაიწერება ახალი მიმოხილვები, ასე რომ ყოველთვის იქნებით საქმის კურსში. ვნახოთ ეთერიუმის 4 საათიან ტაიმფრეიმზე რა ხდება ლოკალურად. ესე იგი, ვიმყოფებით აი ამ მონიშნული კვირის ფარგლებში, ნახეთ როგორი დიაპაზონის კვირაა. მივუახლოვდით კი არა და დავტესტეთ გუშინ ქვედა ზღვარი, უკვე არაერთხელ არის დატესტილი, ერთხელ, ორჯერ უკვე მესამედ დავტესტეთ. თან ნახეთ დააკვირდით, მიაქციეთ ყურადღება აი ამ შავ სანთელს, როგორ გავარღვიეთ წინა კვირის ქვედა ზღვარი. ეს არის უკვე მიმდინარე კვირა. წინა კვირის ქვედა ზღვარი საკმაოდ ძლიერად გაარღვია ამ შავმა სანთელმა. ახლა ჩემი აზრით უბრალოდ კორექცია ხდება, დავტესტეთ როგორც წინა კვირის ქვედა ზღვარი, ასე ვთქვათ, ახალმა კვირამ უკვე დატესტა ქვედა ზღვარი, ახლა მიმდინარეობს დატესტვა პიოსის, წინა კვირის პიოსის და ჩემი აზრით ისევ განახლდება ვარდნა და უკვე ამ ვარდნის დროს მოიხსნება აი ეს low და შეიძლება აი ეს 21 ნოემბრის low-ც კი. შემდეგი აქტივი ტრადიციის შესაბამისად არის XRP, იგივე Ripple, ღიური ტაიმფრეიმი, მარკეტ პროფაილი თვის, ანუ თითოეული აი ეს მონაკვეთი არის 1 თვე. ვხედავთ რომ იმის შემდეგ რაც იანვრის თვეში, ანუ 6 იანვარი იყო ეს, მოხდა ეს ფიქსინგი და მიაღწია დეკემბრის თვის ქვედა ზღვარს, მოცულობითი ზონის ქვედა ზღვარს, გუშინ მიაღწია 1.82 ნიშნული. ახლა ხდება ისევ და ისევ კორექცია, როგორც ვთქვი, წინა აქტივებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრით ეს არის კორექცია, ამ კორექციით, კორექტიული სანთლით, დღევანდელი სანთლით ვტესტავთ, როგორც მიმდინარე თვის ქვედა ზღვარს, VAL-ს, ასევე წინა თვის POS-ის. საიდანაც ისევ აი ამ კონკრეტული ნიშნულებიდან უკვე დაახლოებით 1.90-დან, $1.90-დან ისევ განაახლებს ვარდნას Ripple უკვე აი საკუთარი აი ამ low-ების მოხსნით. დღეს ამის თქმა მინდოდა თქვენთვის, მეგობრებო, ჯერჯერობით სურათი ასეთია, საკმაოდ ნეგატიური, სამწუხაროდ ჩემი აზრით ვარდნა აი ამ ძირითად აქტივებზე ისევ გაგრძელდება. long პოზიციებთან დაკავშირებით იყავით ყურადღებით, პრიორიტეტში არის short პოზიციები. შეგახსენებთ, ვისაც გსურთ მოცულობით კლასტერული ანალიზის შესწავლა, ლინკი არის აღწერაში, გადადით, გაეცანით პირობებს და ჩაეწერეთ კურსებზე, დამიჯერეთ, თქვენ შეხედავთ ბაზარს, კრიპტო ბაზარს და არა მარტო კრიპტო ბაზარს, სულ სხვა თვალით, სულ სხვა რაკურსით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.